ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარსადგენად 2 კვირა დარჩა. დეკლარაციების წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება, ქონების გადასახადი კი 15 ნოემბრამდე უნდა დაფარონ ფიზიკურმა პირებმა. ვინ არის ვალდებული წარადგინოს დეკლარაცია და გადაიხადოს ქონების გადასახადი? დეტალურად ამ თემაზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან გებუაძე. მოგესალმებით ბატონო ლევან და მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით მოსმაყურებელს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, განსაკუთრებით ოქტომბრის ამ პერიოდში, როდესაც ახლოვდება ხოლმე ეგრეთ წოდებული დედლაინები. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს, ალბათ ახალი გადამხდელებიც შემოგვიერთდებოდნენ ამასობაში, რომ ვინ იხდის და რისთვის ვიხდით ამ გადასახადს ფიზიკური პირები. კი ბატონო, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, მათ შორის ახალმოსმენელსაც, რომ ქონების გადასახადი ხდება ორ შემთხვევაში. ერთი, როდესაც პირის ოჯახის შემოსავალი გასულ წელს აღემატება 40,000 ლარს და გააჩნია დასაბეგრი ქონება ესეთ ოჯახს და მეორე, მიუხედავად შემოსავლების რაოდენობაზე, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდებიანი ამ ფიზიკური პირები, რომელთაც საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთები. ანუ ერთის მხრივ უნდა კონდეს 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი ჯამურად ოჯახს და მეორეს მხრივ არ აქვს მნიშვნელობა რა მოცულობის ხელფასი არსებობს, შემოსავალი არსებობს, თუ ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთს, ხო? ესე რომ დავაზუსტოთ. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ოღონდ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ 2024 წლის შემოსავლები თუ აღემატება, ანუ გასული წლის 40,000 ლარს იმ შემთხვევაში არის ფიზიკური პირი და ოჯახი ქონების გადასახადის დეკლარანტი. აი, რადგან თქვენ ახსენეთ, ახლა 2024 წელს წინა წელს ფლობდნენ თუ არა, ვთქვათ, მიწას ან შემოსავალი იყო თუ არა, ქონების ფლობის შემთხვევაში ან მიწის ფლობის შემთხვევაში, ბატონ ლევან, თუ მთელი წლის განმავლობაში არ ფლობს ოჯახი მიწის ნაკვეთს ან ქონებას, ამ შემთხვევაში როგორ ხდება დაანგარიშება? რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფლობდნენ, ან გაყიდეს, ან შემდეგ შეიძინეს. კი ბატონო, მოდით გავიჩნდოთ მიწა და უძრავი ქონება. ქონებასთან მიმართებაში გასულ წელს საკუთრებაში არსებული პერიოდის პროპორციულად ხდება დეკლარირება და შესაბამისად გადასახადის გადახდა. რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფო სარგებლობაში არსებული საკუთრებაში არსებული, რომელიც ფიზიკური პირი სარგებლობს, მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ესეთი ფიზიკური პირები, ვისაც მიმდინარე წელს 1 აპრილის მდგომარეობით აქვს ესეთი მიწის ნაკვეთები. ანუ გავიმჩნევთ, რომ ქონება და მიწა დეკლარირდება იმის დამიხედვით, თუ მიწა არის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში, ხოლო უძრავი ქონება და მაგალითად სულუქი ავტომობილი გასული წლის თვეების პროპორციულად რამდენ თვესაც ფლობს საკუთრებაში ფიზიკური პირი. ასევე საინტერესოა ისიც, რა ითვლება შემოსავლად და ოჯახში ვინ იგულისხმება, ხო? ესეც რომ განვმარტოთ მაყურებელს. რა თქმა უნდა, ოჯახში უპირობოდ კანონმდებლობის მიხედვით იგულისხმება პირი და მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები. ეს არის უპირობო ოჯახის წევრთა შემადგენლობა. ასევე შესაძლებელია იყოს პირთან მცხოვრები მშობლები, და-ძმა, შვილები, შვილიშვილები, პაპა, ბებია, რომელთან ერთადაც ფიზიკური პირი ეწევა ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობას, სამეურნეო საქმიანობას. ანუ ამ მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის გარდა სხვა ოჯახის წევრთა შემადგენლობას თავად დეკლარანტი განსაზღვრავს. და აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც შეეხება შემოსავალს, შემოსავლებში ითვლება მაგალითად დარიცხული ხელფასი და არა მაგალითად საშემოსავლო გადასახადის გამოყენებით. ხშირი ადგილის ხოლმე გაუგებრობას იწვევს ხოლმე ფიზიკურ პირებში და უნდა განვმარტოთ ყველას, რომ ხელფასი უნდა დაითვალოთ გასულ წელს მიღებული დარიცხული ხელფასიდან. ასევე თუ ფიზიკური პირი ან ოჯახის წევრი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, დასაბეგრი შემოსავალი ითვლება შემოსავალში. მაგალითად ჩვენ გვყავს ესეთი სტატუსის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტები, მათ შემთხვევაში შემოსავალში გაითვალისწინება დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25%. ანუ ჯამურად შეიკრიბოს უნდა პირის და მისი ოჯახის წევრთა შემოსავალი და თუ აღემატება 40,000 ლარს, ბუნებრივია ესეთი პირი არის ქონების გადასახადის დეკლარანტი და დეკლარაცია შეუძლია წარმოადგინოს ოჯახის ერთად წევრმა, უბრალოდ სხვა დანარჩენი წევრების ქონებას მიუთითებს ამ ერთობლივ დეკლარაციაში და მოახდენს ერთობლივად გადასახადის გადახდას. არის თუ არა ისეთი შემოსავალი, რაც არ ითვლება და არ ანგარიშდება ამ გადასახადის საბოლოო ფორმულის გამოყვანის დროს? რა თქმა უნდა, არის ისეთი შემოსავლებიც, რომლებიც არ შეიტანება 40,000 ლარიანის ზღვარის დაანგარიშებისას. მაგალითად, ეს არის
ფიქსირებული გადასახადის განახორციელებისათვის და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირთა მიღებული შემოსავალი გასული წელს არ გაითვალისწინება შემოსავლების დაანგარიშების დროს. ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციიდან სარგებლის სახით მიღებული შემოსავლები იქნება სტუდენტობისთვის თუ სხვა არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში. არ გაითვალისწინება ასევე თუ ფიზიკური პირი ფლობდა სახლს ან ბინას 2 წელზე მეტი ვადით გაყიდა და მიიღო ნამეტი შემოსავალი, ესეც არ გაითვალისწინება. ოჯახის წევრისაგან მიღებული მემკვიდრეობის ჩუქებით ან ანდერძის საფუძველზე ქონების ღირებულება ასევე არ შეიტანება. ეს დეტალური მონაცემები განთავსებული გვაქვს ჩვენ საიტზე და მოხმარებელს შეუძლია საიტზე დეტალურად გაიცნოს. შეღავათებით არის თუ არა სარგებლობს თუ არა რომელიმე ჯგუფი? რა თქმა უნდა, გადასახადები კი ბატონო, არის მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები, ჩამონათვალი, რომელიც მიხედვითაც მათ არ უწევს მაგალითად აი ქონების გადასახადის გადახდა. თუ ფიზიკური პირი 2004 წლის 1 მარტის გამარჯვებით ფლობს 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანაშაულების მიწის ნაკვეთს, მიწაზე ქონების გადასახადი არ იხდებინება. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ არის სრული ოდენობები დადგენილი, მაგალითად სახლზე დამაგრებულ მიწაზე, ასევე ავტოფარეხზე დამაგრებულ მიწაზე, სადაც განთავისუფლებულია მიწაზე ქონების გადასახადისაგან. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, ასევე საგადასახადო შეღავათით არის საგადასახადო შეღავათი არის დაწესებული მათთვის. მოდით უთხრათ ისიც მაყურებელს კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ იმ შემთხვევაში აი ორად უნდა გავყოთ ესეც როგორც ჩანს და იკვეთება, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა დეკლარაციის შევსება და იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა დეკლარაცია შეავსო ფიზიკურმა პირმა, მაგრამ მე არ გადაიხადა, ამისთვის ვადები გაწერილია 1 ნოემბერი და 15 ნოემბრამდე არა უგვიანეს. რა ხდება, რას ითვალისწინებს კანონმდებლობა, რა ტიპის სანქციებს ჯარიმებს? რა თქმა უნდა, საგადასახადო სანქცია არის ორივე შემთხვევაში, როცა არ წარმოადგენს დეკლარაციას, ან დაგვიანებით გადაიხდის გადასახადის განახდენი, ან შემცირებული ოდენობით დაადეკლარებს და გადაიხდის. ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ უძრავი ქონების შემთხვევაში საბაზრო ღირებულება უნდა მიუთითოს, შესაძლო სარეალიზაციო ფასი უნდა მიუთითოს ფიზიკურმა პირმა და ეს ფასი შეიძლება აღებული იქნას ნებისმიერი სხვა საჯარო წყაროებიდან, რომლის საფუძველზეც მე დგინდება ქონების გადასახადი და ანგარიშდება. თუ დეკლარაციას არ წარმოგვიდგენს ფიზიკური პირი, სანქცია გათვალისწინებული არის 5 და 10% დაგვიანებით წარმოქმნის შემთხვევაში, თუ დაგვიანებით რაოდენობა არ აჭარბებს 2 თვეს 5%-ია გადასახდელი თანხის, ხოლო თუ 2 თვეს აჭარბებს დაგვიანების პერიოდი, მაშინ 10%-ია გადასახდელი თანხის. საურავი არის 0.5% ყოველ დაგვიანებულ დღეზე, როდესაც აგვიანებს ქონების გადასახადის გადახდას. და ასევე გადასახადის შემცირებისათვის არის სანქციები 5-დან 50%-მდე. ბატონო, ხშირია შემთხვევები, როდესაც საურავების გამოყენება გიწევთ? არ არის ხშირი, თუმცა გვიწევს გამოყენება. აქვე სტატისტიკაზეც რომ თქვათ და მათ შორის საურავების გამოყენებაზეც რომ რამდენად გაიზარდა, რამდენად ტენდენცია მზარდია რომ ჩაერთნენ ფიზიკური პირები დეკლარაციის წარმოდგენაშიც და ქონების გადასახადის გადახდაშიც, იმიტომ რომ 20 წელია უკვე ეს კანონმდებლობა მუშაობს, 2005-დან ამოქმედდა და თუ არ ვცდები ზუსტად და აი როგორია ტენდენცია, იმიტომ რომ გვახსოვს რომ იყო გამოწვევები საწყის ეტაპზეც და შუაშიც. სტატისტიკა ბუნებრივია, მზარდია, აი ბოლო 3 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საშუალოდ 10-დან 15%-მდე გვაქვს ზრდა თვით დეკლარირებით წარმოდგენილ გადახდელი თავისად, როდესაც წარმოადგენს დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს მითითების გარეშე. მაგალითად, გასულ წელს თუ იყო 40-დან 100,000 ლარამდე შემოსავლების დეკლარაცია, დაახლოებით 100,000 ესეთი დეკლარაცია მიღებული წელს ვერდებით, რომ 10%-იანი მატება გვექნება ამ კუთხითაც. ჩვენ აქტიურ კამპანიას ვახორციელებთ შეწყობილების სახით, ანუ ჩვენ აიდენტიფიცირებთ შემოსავლებს, მოქალაქეთა ქონებებს და მათ უგზავნით ესენი შეწყობილებებს, რაც ძალიან კარგად მუშაობს, მინდა გითხრათ, რომ წლიდან წლამდე თვით დეკლარირება გვაქვს მზარდი, როგორც აღნიშნე, საშუალოდ 10-დან 15%-მდე და ეს ტენდენცია დაიმალდებელია წელსაც და ჩვენ წელსაც ვეძებთ არანაკლებ 10%-ის როგორც რაოდენობრივ, ასევე თანხობრივ მოცულობაში დეკლარაციების რაოდენობის დასდა გადასახდელი თანხის.
ანუ თქვენ შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ შეტყობინებებს ძალიან ყურადღებით უნდა მოეკიდონ ფიზიკური პირები. რა თქმა უნდა, აუცილებლად ყურადღებით უნდა მოეკიდონ, მათზე რეაგირება უნდა მოახდინონ, აუცილებლად თუ რაიმე კითხვები ექნებათ ისარგებლონ ჩვენი სატელეფონო ცენტრის მომსახურებით, ან ჩვენ საიტზე შეუძლიათ იხილონ როგორც შევსების, ასევე ვალდებულების თამამაზე ინფორმაცია, ვიდეო რგოლებიც გვაქვს და არ დატოვოთ, თავარია რეაგირების გარეშე ჩვენი SMS შეტყობინებები. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან საინტერესო ინფორმაციისთვის და სასარგებლო ინფორმაციისთვის. ბევრ საინტერესებს რა თქმა უნდა. ჩვენი სტუმარი იყო შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებულაძე.